ძეგლების ტურისტულ პროდუქტად ფორმირება და პოპულარიზაცია ამ თემაზე მრგვალი მაგიდა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა კულტურული მემკვიდრეობის მართვის სფეროში არსებულ პრობლემებსა და მისი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს. ეს უფლის ციხის თავგადასავალია, რომლის მაგალითს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ეფექტურ ტურისტულ მარშრუტზე საუბრობენ. ინფოტურები, გიდების გადამზადება და სოციალური მედია. სპეციალისტების აზრით, სწორი მარკეტინგული ღონისძიებებით შესაძლებელია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი მიმზიდველი ტურისტული ობიექტიც გახდეს. მნიშვნელოვანი არის ღონისძიებების ჩატარება და სერვისის მაქსიმალურად ამაღლება, რაც განსაკუთრებით უცხოურ ვიზიტორებს ჭირდება. და რაც შეეხება ქართველ ვიზიტორებს, ვფიქრობ, რომ საინფორმაციო ტურები და სხვადასხვა ღონისძიებების შემთხვევაში მათ დაინტერესება უფრო მაღალი იქნება. ტურიზმის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ვიზიტორების რიცხვის ზრდისთვის ძეგლების მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა საჭირო. შეხვედრაზე ითქვა, რომ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ობიექტებთან ტურისტული ნიშნულების განთავსებაცაა. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი საჭიროებს სპეციალურ ნიშნულს, რომლის სტანდარტიზაციაზეც ჩვენ მუშაობთ. საჭიროა ძეგლის სათანადოდ მომზადება, რათა მან მიიღოს ტურისტი და ტურისტი აქედან კმაყოფილი წავიდეს. ნიშნულები ნამდვილად სხალთაში შერიფ-ხიმშაშვილის სახლ-მუზეუმზე არანაირი მინიშნება არ არსებობს, მხოლოდ და მხოლოდ აქვს საპატრიარქოს გაკეთებული ამ ძველი ეკლესიის ნანგრევების ნიშნულებით. მეტი პოპულარიზაცია ჭირდება ნამდვილად ტურისტული სააგენტოს მხრიდან. რეკომენდაციები მოისმინეს და სამომავლო თანამშრომლობაც დაიგეგმა. ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად კოორდინირებული მუშაობა დასახელდა. პირველი ეს არის ინფრასტრუქტურული საკითხები, რომელზეც ტურისტულმა სეგმენტმა განსაკუთრებით გამახვილა ყურადღება. ან ძალიან ბევრ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან მოსაგვარებელია ინფრასტრუქტურა. შემდეგი საკითხი ეს არის უკვე პირიქით ის, რაც ტურიზმს აქვს პრობლემა, ანუ გიდები არ არიან საკმარისად მომზადებული. მესამე პრობლემა, რომელიც ორივე სეგმენტის პრობლემაა, ჩვენი მარშრუტები არის ცალ-ცალკე. ანუ ჩვენ უნდა მოვახდინოთ მაქსიმალურად ურთიერთი ინტეგრირება ჩვენი მარშრუტების, რომ ტურისტულ მარშრუტზე ზუსტად იდოს კულტურული მემკვიდრეობის მარშრუტიც. როდესაც კონკრეტულ თემაზე ჩამოვარდა სიტყვა, რომელიც ეხება ჩვენ კულტურული მემკვიდრეობის უფრო უკეთ გაცნობას ტურისტს და ამავე დროს ჩვენი მოსახლეობისათვის გამოირკვა კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა იმას, რომ ეს კომუნიკაცია უფრო უკეთესი უნდა იყოს, არა როდესაც დასრულდება რაღაც ტიპის სამუშაოები, არამედ მამლ როდესაც ხდება ფორმირება იდეისა. სტუდენტთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებას აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დღეიდან თანამშრომლობის დოკუმენტი ავალდებულებს. უწყებამ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მემორანდუმი გააფორმა. ეს არის უპირველესად ერთობლივი პროექტების მომზადება, ერთობლივი კვლევების განხორციელება, ურთიერთმატერიალურ-ტექნიკური ბაზის და ადამიანური რესურსის გამოყენება და რაც მთავარია, ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამის მომზადება, როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო და სადოქტორო დონეზე. კულტურული მემკვიდრეობის მართვის პრობლემები ამ თემაზე დისკუსიით ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული დასრულდა. ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით 4 დღის განმავლობაში სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები გაიმართა. აჭარის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა მუზეუმები დაათვალიერეს, მათთვის გაიმართა კინო ჩვენებაც.